პერიმენოპაუზას ძალიან მწვავედ განიცდის, იმიტომ რომ ეს გრძელდება წლები. ანუ 10 წლის განმავლობაში შეიძლება ქალი განიცდიდეს გარკვეულ სიმპტომებს. არის ეს უკვე ესეთი აზრი საზოგადოებაში, ამიტომ ძალიან ბევრი ქალი ამას ითმეს და იტანჯება პირდაპირ გაგებით. ქალობა სრულდება და რაღაცა ეტაპი იწყება ცხოვრების, რომელიც აღარ არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის დაავადება, ეს არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და მას სჭირდება მართვა. ჩამოვთვალე 7 პუნქტი, რაც აუცილებლად ყველა ქალმა უნდა გააკეთოს. იგივენაირი კვებით ვიკვებები, როგორც 40 წლამდე, მაგრამ ახლა წონას ვეღარ ვინარჩუნებ. ქალებს უფრო დიდი აქვთ ალცჰაიმერის რისკი პროცენტულად, ვიდრე მამაკაცებს. რა ასაკში და რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს გოგონამ, ქალბატონმა, იმისათვის, რომ შემზადებული დახვდეს პერიმენოპაუზას და მენოპაუზას. ამას ვერ ვეგუები. ეს არის ჩემთვის გაუაზრებელი ინფორმაცია, რომ დაბერება იწყება 25 წლის ასაკიდან. რჩევად მივიღოთ გნებავთ ჩემგან, როგორც ექიმისგან და ამავე დროს ჩემი პირადი გამოცდილებიდან. კოვიდის გადატანის შემდეგ ძალიან სწრაფად შეუმცირდათ კვერცხუჟადების მარაგი. როდესაც დგება მენოპაუზა, როდესაც ქალებს აღარ აქვს ციკლი, გონიათ რომ სქესობრივი ცხოვრებაც უნდა შეწყვიტონ. გამარჯობა. მე გვანცად არასელია ვარ და თქვენ უყურებთ ჩემი პოდკასტის პირველ ეპიზოდს. როგორც იცით, მე მყავს ოჯახი, მყავს მეუღლე, 8 წლის გოგონა და 13 წლის თინეიჯერი ბიჭი. შეიძლება სოციალური ქსელიდან გაჩვენებათ, რომ ჩემი ოჯახი ან იმ ადამიანების ოჯახები, ვისაც უყურებთ Instagram-სა და TikTok-ზე იდეალურია, მაგრამ რა თქმა უნდა ასე არ არის. ისევ როგორც თქვენს ოჯახში, ჩემთანაც არის ზოგჯერ გაუგებრობა, წყენა, რაღაცა გადასაჭრელი პრობლემები, კონფლიქტებიც მათ შორის და რაღაცა ფიზიკური და ემოციური გამოწვევები. ხო და ძალიან მომინდა რომ შემექმნა სივრცე აქ YouTube-ში, სადაც ჩვენ ერთად ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ ოჯახში. კვირაში ერთხელ აქ ჩემს YouTube პლატფორმაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ დაგვიტოვებთ გამოხმაურებებს, რაც მთავარია, გამოგვიწერთ. ჩემს ძალიან საყვარელ და დიდ აუდიტორიას, ჩემს სოციალურ ქსელში დავპირდი, რომ ამ თემაზე ვილაპარაკებთქო. მივიღე ძალიან დიდი გამოხმაურება, უდიდესი ინტერესი, ბევრი კომენტარები. და ამიტომ დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ მენოპაუზაზე. გოგოებო, ამ ეპიზოდში ჩვენ ვეცდებით გაჩვენოთ, როგორ აქციოთ ეს პერიოდი თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლებად. სხვათა შორის სოციალურ მედიაშიც და სამედიცინო წრეებშიც დღეს უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ ამაზე, იმიტომ რომ სამეცნიერო კვლევებიც ზურგს უმაგრებს მენოპაუზის და პერიმენოპაუზის თემას, რომ არსებობს მენოპაუზამდელი პერიოდი, რომელიც საგრძნობლად აუარესებს სიცოცხლის ხარისხს და მოიცავს გარკვეულ მნიშვნელოვან სიმპტომებს, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ყველა ამ საკითხს და თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს დღეს დავსვამ ჩემს სტუმართან ერთად და წარმოგიდგენთ ქალბატონ მანანამ გალობლიშვილს, რომელიც გახლავთ ექიმი, რეპროდუქტოლოგი და გინეკოლოგი. ის არის ჩემი პირველი ეპიზოდის სტუმარი, ძალიან მიხარია და იმედი მაქვს კარგად ჩაივლის. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და დღეს ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან ბევრ პაციენტს ვეძახი უკვე ყველას მე მგონი, ბევრ ქალს აინტერესებს ეს მენოპაუზის პრობლემა, რადგან მიდგომა ამ პრობლემის მიმართ წლების განმავლობაში შეიცვალა და რატომ ამასაც აგიხსნით. დიახ, სანამ დავიწყებთ უშუალოდ სამედიცინო მიდგომებზე საუბარს, პირდაპირ კითხავთ. დიახ. რა არის მენოპაუზა თქვენი გამოცდილებით? მენოპაუზა ჩემი გამოცდილებით მოგახსენებთ, მაგრამ მენოპაუზა ზოგადად რა არის? განმარტავ, რომ ეს არის ქალის ცხოვრების პერიოდი, როდესაც შეიძლება სასიამოვნოდ არ ჟღეს, მაგრამ რეპროდუქციული ფუნქციის დასასრული. ქალის ცხოვრებაში არის რამდენიმე პერიოდი, არის პრეპუბერტატი, ანუ სანამ სქესობრივი მომწიფება იქნება ბავშვობის პერიოდი დავარქვა, შემდეგ რეპროდუქციული და შემდეგ უკვე გადავდივართ მენოპაუზაში. სანამ მენოპაუზაში გადახვალ და როდის ქვია მენოპაუზა დავაზუსტებ, როცა ბოლო მენსტრუაციიდან გასულია
წელი, 1 წელზე მეტი. აი 1 წელი თუ საერთოდ არ ქონია menstruatsiya, ესე იგი ეს არის უკვე menopauza, მაგრამ menopauza-მდე არის perimenopauzis პერიოდი. ზოგი ქალი ამას საერთოდ ვერ გრძნობს, ისე გადადის menopauza-ში, უბრალოდ შეწყდა menstruatsiya და დასრულდა. მაგრამ უმეტესობა ქალების დაახლოებით 70-80% პერიმენოპაუზას ძალიან მწვავედ განიცდის, იმიტომ რომ ეს გრძელდება წლები, შეიძლება გაგრძელდეს საშუალოდ მიღებულია, რომ დაახლოებით 4-5 წელი გრძელდება, შეიძლება 8 და 10 წელიც გაგრძელდეს. ანუ 8 წლის განმავლობაში შეიძლება ქალი განიცდიდეს გარკვეულ სიმპტომებს, ეს არ იყოს ჯერ ციკლის შეწყვეტა და menopauza, მაგრამ ეს იყოს menopauza-სკენ მიმავალი გზა და თან საკმაოდ მწვავე და ვერ იაზრებდეს ამას. უმეტესად ხვდებიან, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს უკვე ძველი დროიდან მოდის, რადგან ადრე არ არსებობდა ამის მკურნალობა და დაახლოებით 50-60 წლის წინ, ახლა შენაცვლებით ესტროგენ შენაცვლებით თერაპია ასე შემდეგ, საერთოდ არ იყენებდნენ, კი იყო ცნობილი, მაგრამ არ იყენებდნენ. აქედან გამომდინარე, ეს არის ესეთი სტიგმა თითქოს, რომ ეს უნდა მოითმინო. ეს არის გარდაუვალი. აი, როდესაც არის menopauza, menopauza-ის სიმპტომები კი ეს არის ფიზიოლოგიური, ასე დაადგინა ჩვენმა ბუნებამ, რომ ესე უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვითმინოთ. აი ეს რადგან არის ეს უკვე აი ესეთი აზრი საზოგადოებაში, ამიტომ ძალიან ბევრი ქალი ამას ითმეს და იტანჯება პირდაპირ გაგებით. სხვათა შორის მას შემდეგ, რაც მე დავიწყე ამ menopauza-ზე, არა, ყოველთვის იყო საუბარი სოციალურ ქსელებში, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან აქტუალურია და ხშირად საუბრობ ამის შესახებ და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ქალბატონი მოდის ჩემთან, რომელსაც აქვს წლები უკვე საშნელი სიმპტომები და არ იცოდა, რომ შეიძლება ექიმს მიმართოს ამის გამო. ნუ აქ შეიძლება სხვა პრობლემაცაა, ზოგადად ექიმთან წელიწადში ერთხელ უნდა მიხვიდე, მაგრამ როგორ ფიქრობ, საიდან მოდის ეს სტიგმა, რომ ეს არავის არ უნდა უთხრა? ეს ესე უნდა იყოს და ექიმთანაც მოდი არ მივალ, მოვითმენ და სტიგმა იმის შესახებ, რომ რაღაც უნდა მოვითმინო და ქალობა სრულდება და რაღაცა ეტაპი იწყება ცხოვრების, რომელიც აღარ არის მნიშვნელოვანი. menopauza-ს როგორი მომენტია, იცით, აქ ფიზიოლოგიურად რა ხდება, რომ ესტროგენები, ანუ საკვერცხები წყვეტს ფუნქციონირებას, არ არის კვერცხუჯრედები, რეპროდუქციული ფუნქცია სრულდება და ესტროგენები მცირდება. აი ეგ არის კი, ბევრი ჰორმონი იცვლება, მცირდება მათ შორის პროგესტერონიც, მაგრამ მთავარი ჰორმონი აქ არის ეგრეთ წოდებული ქალის ჰორმონს რო ვეძახით, ესტროგენი, რომლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება, იმის გამო, რომ საკვერცხე არ მუშაობს და საკვერცხე არის ესტროგენის მთავარი წყარო. და აქედან გამომდინარე იწყება ცვლილებები, რომელსაც ქალი გრძნობს რეალურად, ეს არის ალები, შეხურებები, არა მხოლოდ ეს, არამედ გაღიზიანებულობა, უძილობა და ფსიქოლოგიური პრობლემები, წონაში მატება, ხო, ეს ესტროგენთანაცაა დაკავშირებული, რომ აი ჩემი გამოცდილება მკითხეთ და გეტყვით, რომ რასაკვირველია, მე ძალიან მეხმარება ის, რასაც მე ვუყვები ჩემს მაყურებელს, მსმენელს, მე თავად ეს მეხმარება და სხვა შორის ის, რასაც ვუყვები, ხშირად ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც ვუყვები. ერთია, რომ ის პროფესიული ცოდნა ექიმის, მაგრამ კიდევ უფრო მეტია, როდესაც უკვე გამოცდილება გაქვს, კლინიკური გამოცდილება ესეთ პაციენტებთან მუშაობის და ამას კიდევ ემატება, როდესაც შენ თვითონ გაქვს მსგავსი პრობლემა, რომელიც შენ გადალახე, ან გადალახავ და ეს მე ვფიქრობ, რომ ეს მუდმივი პროცესია. როგორ გადალახეთ? აი ფსიქოლოგიურად მაინტერესებს პირველ რიგში. იცით, ეხლა პირველ რიგში მე ექიმი ვარ და ვიცი, რომ რა არსებობს მკურნალობის მეთოდები სხვადასხვა, მათ შორის ყველაზე ეფექტური არის ესტროგენ შენაცვლებითი თერაპია, როდესაც მარტივად, ხო, ესტროგენი არ არის და გარედან ვაწოდებთ ესტროგენს, სვამთ ესტროგენებს, ჰორმონებს და ვართ ჩვეულებრივად კარგად, ძალიან მალე იხსნება ეს სიმპტომები, მაგრამ მას აქვს უკუჩვენება ბევრ დაავადებებთან მიმართებაში
და ყველა შემთხვევაში და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ამის გამოყენება არ შეიძლება. ეს მომენტი არის ის, რომ ჰორმონები, ანუ მკურნალობა, შენ ექიმი ხარ და იცი როგორ უნდა უმკურნალო და შენი თავისთვის ირჩევ იმ მკურნალობის მეთოდს, რომელიც იქნება შენი გამოცდილებით და შენიდან განწყობიდან გამომდინარე, იცი რა გჭირდება შენ. რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი. ზოგს გონია, რომ თავარი არის, რომ აი წამალს დავლევ და მოვრჩები. ესეთი რამე არ არსებობს, განსაკუთრებით მენოპაუზასთან დაკავშირებული, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის დაავადება, ეს არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და მას სჭირდება მართვა. და ვიტყოდი, რომ ამ წამლებზე, ვთქვათ, ესტროგენი იქნება თუ კიდევ ახალი პრეპარატები შემოვიდა, საქართველოში ჯერ არ არის შემოსული, რომელიც პირდაპირ იმ ტვინის სტრუქტურებზე მოქმედებს, სადაც დარღვეულია თერმორეგულაცია, აი ამ თერმორეგულაცია კლიმაქტერული, ანუ მენოპაუზის, პერიმენოპაუზის პერიოდში. რაც იწვევს ამ შეხურებებს და ეგრეთ წოდებულ ალებს. დიახ, არის ესეთი ნეიროკრინებზე, რომელიც მოქმედებს, მაგრამ ჩვენთან ჯერ არ არის ეს პრეპარატი შემოსული. ახალი, სრულიად ახალი პრეპარატია, არის ესტროგენშენაცვლებითი თერაპია, რისი შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს საქართველოში და არის კიდევ ბუნებრივი ესტროგენები და არის სიმპტომატური მკურნალობა. მაგრამ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის სწორი, ძალიან ბევრი მიმართულება. ანუ ცხოვრების ხარისხი უარესდება. გვინდა, არ გვინდა, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იცვლება, ბერდება და ეს დაბერების პროცესი 40 წლიდან კი არა 25 წლის შემდეგ მიდის. ანუ უბრალოდ განსხვავება იმაში, რომ 25-დან ეს უფრო ნელ-ნელა და ნელ-ნელა მიდის ეს დაბერების პროცესი და საბოლოოდ უკვე დაახლოებით 40 წლის ასაკიდან ქალი გრძნობს ამას. უკვე გრძნობს, რომ ის ენერგია არ აქვს, ისეთი ვთქვათ, ფიზიკური აქტივობაც ეზარება, ესე ვთქვათ, რაღაცეები ეზარება და ასე შემდეგ. მაგრამ აი ზუსტად იმის გამო, რომ ცხოვრების ხარისხი მიდის დაბლა, მოგწონს ეს ჩვენ თუ არ მოგწონს, ვერდებით, ხო, ესეა. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მოწყვლადი ხდება ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებების მიმართ, მათ შორის მაგალითად მენოპაუზაში ქალებში უფრო ბევრად ხშირად ვლინდება ისეთი დაავადება, როგორც არის ალცჰეიმერი. აი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს უფრო მეტი შრომა. ნუ ამ შემთხვევაში პირად მაგალითს ემკითხეთ და ვიტყვი, რომ მე პირადად მიწევს ბევრად უფრო მეტი შრომა, ვიდრე მიწევდა ვთქვათ 20 წლის წინ. იმიტომ რომ ეხლა 20 წლის 20-25 წლის ქალი ან 30 წლის გნებავთ, იქ არის ისედაც ლამაზი ხარ, რო არ გააკეთო, ჭამო რაც გინდა, იკვებ როგორც გინდა, მთელი დღე დაიძირო, მაინც კარგად, იმიტომ რომ ახალგაზრდა სხეულია, ხო? მაგრამ ამ ასაკში უკვე არა გაქვს იმის ფუფუნება, რომ ჭამო რაც გინდა, დაიძინო როცა გინდა, ამის ძალაც არა გაქვთ ენერგია, ვთქვათ ესე და იმისთვის რომ მქონდეს ენერგია, იმისთვის რომ იყო ესე იგი აკეთო ის საქმე რაც შენ გინდა და მოკლედ მქონდეს კარგი ცხოვრების ხარისხი, საჭიროა ბევრი შრომა. ეხლა რას გულისხმობს ეს შრომა? მაგალითად აი ზუსტად ის მე ესე ჩამოვთვალე 7 პუნქტი, რაც აუცილებლად ყველა ქალმა უნდა გააკეთოს და ეს 7-ვე პუნქტი არის ერთნაირად მნიშვნელოვანი. აქ არ არის რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ის ნაკლებად, იმიტომ რომ ერთი შევასრულე, ხვალ მეორე არა. არა, იმიტომ რომ 7-ვე ერთმანეთთან არის კავშირში. აბა ჩამოვთვალოთ. ხო, პირველი მე დავიწყებდი ისევ ჩემი პირადი გამოცდილებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი არა, მაგრამ მე ვთვლი, რომ აი მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა, ეს არის
სწორი კვება, დაბალანსებული კვება. რა უნდა იყოს დაბალანსებული კვება? მე მსმენია, რომ პერიმენოპაუზაში და მენოპაუზაშიც აი შაქრის შემცირებას აქვს თითქოს უფრო დიდი მნიშვნელობა და რაღაცა ბოჭკოვანი საკვების გამდიდრებას ჩვენი რაციონის. აი უფრო კონკრეტულად რომ მივცეთ რეკომენდაციები. იცით, კვების შესახებ შეიძლება ძალიან ბევრი ისაუბრო, მაგრამ შევეცდები მოკლედ და ყველაზე მთავარი ვთქვა. ის რომ ხშირად ალბათ გაგიგიათ, რომ აი ახლა ადრე ვჭამდი, არ ვიმატებდი და ახლა ვიმატებ, ხო, ქალები ამბობს, ხო, შვილს კაცებსაც აქვს ეს პრობლემა 40-ის მერე. იგივენაირი კვებით ვიკვებები, როგორც 40 წლამდე, მაგრამ ახლა წონას ვეღარ ვინარჩუნებ. არის ეს მომენტი და ეს პირდაპირ კავშირშია იმ ჰორმონალურ ცვლილებებთან, რომელიც ამ დროს ხდება ორგანიზმში. როგორ მოქმედებს მეტაბოლიზმზე ეს ჰორმონალური ცვლილებები, აი კონკრეტულად? დიახ. აი მაგალითად ის რომ ესტროგენები ვახსენეთ ქალის ერთ-ერთი მთავარი ჰორმონი, რომელიც განსაზღვრავს ცხიმის დანაწილებას ორგანიზმში. და ესტროგენების ნაკლებობით ეს უკვე ირღვევა. და მოგეხსენებათ, რომ ასაკთან ერთად ცხიმი გროვდება ძირითადად მუცლის არეში და ხშირად ამბობენ ქალები თითქოს არ მოვიმატე და აი რაღაცა მუცელი გამეზარდა, ხო? აი იმიტომ რომ ცხიმი ძირითადად გროვდება იქ. ამასთანავე ასაკთან ერთად იზრდება ინსულინ რეზისტენტობა. ზოგადად უჯრედებში ინსულინ რეზისტენტობა ეს ნიშნავს, როდესაც აი როცა ჩვენ ჭამთ, მარტივად რო ვთქვა, საჭმელს ჭამთ, ხო, ენერგიას ვიღებთ, გლუკოზა, ხო, ეს ენერგიის წყარო უნდა შევიდეს უჯრედში და აი უჯრედში ეს ენერგიის წყარო შეყავს ჰორმონს, რომელსაც ქვია ინსულინი. მაგრამ ასაკთან ერთად გრძნობელობა უჯრედების აი ამ ინსულინის მიმართ ქვეითდება, ის არ უშვებს, ვთქვათ, ესე არ აძლევს საშუალებას ინსულინს, რომ ის ენერგიის წყარო უჯრედში მოახვედროს. და არასრულყოფილად ხდება აი ამ გლუკოზის მართვა. და აქედან გამომდინარე, მადის მატებაც არის, ტკბილისადმი მიდრეკილებაც არის და უფრო ადვილად იმატებ წონაში. სხვათა შორის ალცჰეიმერის დაავადება რომ ვახსენე, იქაც სხვათა შორის ზოგჯერ მას უწოდებენ მესამე ტიპის დიაბეტს. რატო უწოდებენ? სხვათა შორის ასევე მსმენია, რომ ქალებს უფრო დიდი აქვთ ალცჰაიმერის რისკი პროცენტულად, ვიდრე მამაკაცებს. ესეც ჰორმონალური დისბალანსის გამო? იცით, დიახ, აი ზუსტად ეს მიზეზია იმის, რომ არა მხოლოდ ჰორმონალური, ახლა გეტყვით რამდენიმე მიზეზს. ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტვინის სტრუქტურებში, ტვინის ქსოვილში ხდება გრძნობელობის დაქვეითება აი ამ ინსულინის მიმართ, ანუ იგივე პროცესები ხდება, როგორც ანუ ირღვევა გლუკოზის მეტაბოლიზმი. დიახ. ტვინის უჯრედებში, ტვინის ქსოვილში. და ეს არის ერთ-ერთი ესეთი განმაპირობებელი აი ამ ალცჰეიმერის დაავადების სწრაფი განვითარების. არა მხოლოდ ეს, ესტროგენები საერთოდ ერთს ვიტყვი, რომ არ არსებობს ქალის ორგანიზმში ქსოვილი, რომელსაც არ აქვს რეცეპტორები ესტროგენების მიმართ. ანუ არ განიცდის ესტროგენების მოქმედებას. მათ შორის არა მხოლოდ რბილი ქსოვილი, ტვინი პირველ რიგში, ხო, ტვინის ქსოვილი, ძვალი, ყველაფერი აბსოლუტურად და ესტროგენი განაპირობებს სისხლის მიმოქცევის, კარგ სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინის ქსოვილში. ამასთანავე ის არის როგორც ანტიოქსიდანტი. აი რას ნიშნავს ანტიოქსიდანტი? ის იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანების. და როცა ის იკლებს ორგანიზმში, ესე იგი ტვინზეც რამხელა ზეგავლენა. კიდევ ერთი მომენტი აქვს მნიშვნელოვანი, რომ ესტროგენი ეხმარება ნეირონებს, ანუ ტვინის უჯრედებს, რომ ერთმანეთთან კონდეთ კავშირი, ხო? აი ეს, როდესაც ესტროგენი მიდის დაბლა, მაშინ ეს კავშირები ირღვევა ტვინში, სისხლის მიმოქცევა ქვეითდება და ეს ხელს უწყობს ალცჰეიმერის დაავადებას. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რატომ არის ქალებში უფრო ხშირი? იმიტომ რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით უფრო ხშირად არიან
იმ სპეციფიური გენის მატარებლები DNM-ში აქვთ ის სპეციფიური დენი, რომელიც განსაზღვრავს, რომელიც განაპირობებს ამ ალცჰეიმერის დაავადებას და აი ეს ცვლილებები მენოპაუზაში უფრო აჩქარებს, ესე ვთქვათ და უფრო ხელს უწყობს აი ამ გენის გააქტიურებას. იცით რა მინდა ვიკითხო, ესე იგი შესაძლოა რომ პერიმენოპაუზა, ანუ მენოპაუზამდელი პერიოდი და მისი პირველი გამოვლინება იყოს სწორედ თავის ტვინში და არა ვთქვათ რეპროდუქციულ სისტემაში. მსმენია რომ მაგალითად გონების დაბინდვა, რომელსაც brain fogs ეძახიან, გულმა ვიწყობა და ეს რაღაც თითქოს ჩვენ ქართველებმა ვიცით ხოლმე ამოვარდნები ტვინში, სწორედ ეს არის ხოლმე პირველი სიმპტომი. შეიძლება არ მიაქციოს ამას ყურადღება ქალმა, ხო? ვერ დაუკავშიროს ეს პერიმენოპაუზას, მაგრამ აი ეს ციკლი, ასე ვთქვათ, ამ სიმპტომების ნელ-ნელა გაღრმავდეს და გაღრმავდეს. შეიძლება რომ ასეთი გამოვლინებებით დაიწყოს. დიახ, შეიძლება, როგორ არა, ეს ამ გამოვლინებებით შეიძლება დაიწყოს და სამწუხაროდ არის ის მომენტი, რომ ხშირად თვითონ ადამიანმა ეს შეიძლება ვერ იგრძნოს და ვერ მიხვდეს და მიხვდეს მხოლოდ ოჯახის წევრი, ვთქვათ, ან ახლობელი. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ ქალები მოდიან და მეუბნებიან, რომ აი რაღაცა მახსოვრობის პრობლემა მაქვს, ის მაქვს, მაგრამ იცით, ესეც როგორ გითხრათ, ზოგმა გადაჭარბებულად იცის ამაზე ყურადღების მიქცევა. მე მაგალითად, მაგალითზე გეტყვით, ბავშვობიდან ჯერ კიდევ სკოლაში ზოგჯერ ჩანთაც მავიწყდებოდა სკოლაში. აი ესეთი რაღაცა, ხო, ყოველთვის ვიყავი გულმავიწყი. ეხლა სამსახურიდან რო გავდივარ, არ არსებობს უკან რო არ დავბრუნდე, რაღაცა ყოველთვის მავიწყდება. თავიდან ეს ცოტა ისე უყურებდი ამას, რომ აი რაღაცა ისეთი ეს სულ მჭირს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეხლა კი არ დამეწყო, ბავშვობიდან ესე ვარ და ზოგადად ეს იმის ბრალია, ჯერთი ბავშვებს აქვთ ეს მეოცნებე ბავშვებს, ხო, რაღაცა ძალიან ბევრ ფიქრებში რო არიან, ხოლო დიდი წარმოსახვის უნარი ვისაც. ხო, რაღაცებს რო ფიქრობენ და მეორე მომენტი არის ის, აი, როდესაც გაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის. აი, ძალიან ბევრი ინფორმაცია რო შემოდის, ყოველდღიურად, ყოველ წუთას იქ უკვე აი ვერ შეიძლება იყო გულმავიწყი. კარგი, მეც მაგას დავაბრალებ მაშინ. ჩემს გულმავიწყს ამას დავაბრალებ. მაგრამ ბოდიში არსებობს ტესტები სპეციალური, რომლითაც ამოწმებ ამას. ეხლა აქ რო ვისაუბროთ, ძალიან ბევრი დრო იქნება და ეს უკვე ექიმთან კონსულტაციის საკითხია. კი ბატონო, რადგან მენოპაუზის სიმპტომთა შორის ყველაზე ხშირად ქალები ასახელებენ აი ამ ეგრეთ წოდებულ ალებს, უძილობას, ღამისოფლიანობას და აი ამ შეხურებებს, ხო, რასაც თქვენს გაამახვილეთ ყურადღება, მოდით უფრო მეტი ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, ამბობენ რომ აი ეს სიმპტომი როგორ მოვიხსნა. ანუ თითქოს მოლოდინი აქვს რომ იმ მომენტში არის შესაძლებელი რაღაცნაირად დაეხმარო საკუთარ თავს და რაღაცა ერთი აბი მიიღო და ეს სიმპტომები სადღაც წავა. აი როგორ მართონ უშუალოდ აი ეს მომენტები, რაც ყველაზე ხშირი სიმპტომია პერიმენოპაუზაშიც და უკვე რა თქმა უნდა მენოპაუზალურ პერიოდშიც. ეხლა ჩვენ თუ ცალკე შევხედავთ ამ სიმპტომს, ალები და შეხურებები, ხო, ძირითადად რაც აწუხებთ. აქ არის ძალიან ინდივიდუალური მიდგომა. რასაკვირველია, გააჩნია, რამდენად ხშირად აწუხებს. თუ მას აწუხებს ახლა დღეში ერთხელ ოდნავ ან ორჯერ, აი გააჩნია თვითონ როგორ რეაგირებს ამაზე. არის ისეთი ალები, შეხურებები, რომ ქალი უბრალოდ აი ვერ მუშაობს, ვერაფერს ვერ აკეთებს. ანუ ცხოვრების ხარისხი იმდენად აქვს დაქვეითებული, რომ ფაქტიურად არის შრომის უნარო. რასაკვირველია, ამის მკურნალობა შეიძლება და არსებობს ამისთვის პრეპარატები, რაც მე დავასახელე, ეს არის ესტროგენ შენაცვლებითი თერაპია, ანუ მარტივად, რომ არ გაქვს ესტროგენები, ნაკლებობა გაქვს და გარედან იღებ. არის ასევე ბუნებრივი ესტროგენები, ფიტოესტროგენები, მცენარეული, რომელიც შესაძლოა ნაკლებ ეფექტური იყოს ზოგ შემთხვევაში, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეფექტურია. ასევე მესამე ეს არის, ვთქვათ, უკუჩვენება ორივე ესტროგენზე, ხო, რა უნდა გავაკეთო? რა დროდის არის უკუჩვენება?
ესტროგენზე რა არის ის ესტროგენებზე არის უკუჩვენება, ვთქვათ, თრომბოზები, ან მაგალითად ინსულტის შემთხვევები, ან ინსულტის მაღალი რისკი აქვს ქალს, ხო, ამას ექიმი განსაზღვრავს. მოკლედ თვითნებურად მიღება ამ პრეპარატების ონკოლოგიური დაავადებები, ან გადატანილი, მაგალითად, სარძევე ჭირკვლების ონკოლოგია, რომელიც გადატანილი აქვს, ან მართვის პროცესში ამ დროს, რასაკვირველია, მკაცრი უკუჩვენება ესტროგენების და ეს ექიმმა უნდა განსაზღვროს. და რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, თუ ესტროგენებს ვერ ვიღებთ, ხო, ჰორმონებს. ან ზოგჯერ ფიტოესტროგენებზედაც კი არის უკუჩვენება. არის სიმპტომატური მკურნალობა კიდევ, ხო? აი, გაღიზიანებულობა გაქვს იქ ნევროლოგი კი ნიშნავს იმ წამლებს, შეიძლება ანტიდეპრესანტებს რაც საჭიროა. და ასე შემდეგ. ანუ სიმპტომატური რა სიმპტომებიც გაქვს იმის მიხედვით. მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან კარგი პრეპარატი, რომელიც სულ ახალია, მსოფლიოში ახალი გამოსულია, თუმცა უკვე გამოიყენება ევროპაში, ამერიკაში. ჩვენთან ჯერ არ შემოსულა, იმედი მაქვს, რომ მალე შემოვა. აი სწორედ იმით არის ეს პრეპარატი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ჩვენს რეალობაში, რომ შეიძლება იმ ქალებში გამოიყენო, რომელთაც აქვთ უკუჩვენება ჰორმონებზე და ესტროგენებზე, ესტროგენის მიღებაზე და ისეთივე ეფექტურია, როგორც ესტროგენ შენაცვლებითი თერაპია. რადგან ის რაზე მოქმედებს, იცით, ის პირდაპირ მოქმედებს იმ ჰიპოთალამუსზე და ჰიპოფიზზე, ანუ ტვინის იმ უჯრედებზე, სადაც ირღვევა თერმორეგულაცია. თერმორეგულაცია ირღვევა, როდესაც ეს ცხელება და ხანშეციება და ოფლიანობა მოდის. ჩვენ ვახსენეთ სიტყვა დეპრესია და დეპრესია შემთხვევით არ გვიხსენებია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, სხვათა შორის შუახნის ასაკის ქალბატონებში 45-დან 65 წლამდე ყველაზე მაღალი არის სუიციდის შემთხვევები. სუიციდის და სუიციდის მცდელობების შემთხვევები და ძალიან ხშირად აი ამ შემთხვევებს უკავშირებენ სწორედ ჰორმონალურ ცვლილებებს და ალბათ ერთ-ერთი ფაქტორად შეიძლება ესეც განვიხილოთ. ანუ რაღაცა დეპრესიული ფონი და შემდეგ აი ეს ძალიან მძიმე შემთხვევები. რამდენად ხშირად უკავშირებთ თქვენ თავად როგორც ექიმი დეპრესიას, აი კლასიკურად დიაგნოზ დეპრესიას, სწორედ აი ამ პერიოდს, მენოპაუზას. დეპრესია, აი ეს ნერვიული დაძაბულობა, გაღიზიანებულობა ხშირად ჩნდება იმის მენოპაუზის დროს და სხვათა შორის და ეს მსოფლიო სტატისტიკა საქართველოში არ ვიცი, რომ ეს სუიციდის აი ესეთი შემთხვევები, მძიმე შემთხვევები უფრო მეტია ქალებში მენოპაუზის პერიოდში, ვიდრე ცხოვრების სხვა პერიოდებში, პერიმენოპაუზაში, აი გარდამავალ პერიოდში. ეს რასაკვირველია დაკავშირებული არის ესტროგენების ნაკლებობასთან და მენოპაუზასთან, რადგან ესტროგენების ნაკლებობა იწვევს ისეთი ბედნიერების ჰორმონებს, რო ვეძახით, ხო? მაგალითად ენდორფინები, ოქსიტოცინი, სერატონინი, დოფამინი, აი ეს ის ბედნიერების ჰორმონებია, რომელიც კარგ ხასიათზე გაყენებს, ხო, პოზიტიურ განწყობაზე გაყენებს, ესეთ იმედიან განწყობაზე, ხო, აი რაც ადამიანისთვის აუცილებელია. და როდესაც ეს ჰორმონები იწევს დაბლა, უკვე ძალიან რთულია, რომ იყო კარგ ხასიათზე, ხო, ანუ დეპრესიულ განწყობაში გადადიხარ, ამას ემატება თუ გაქვს, თქვათ, ალების შეხურებები და ანუ ცხოვრების ხარისხი უარესდება, ისიც მე ვფიქრობ, აქ მხოლოდ მენოპაუზა არ არის, ხო, ესე მენოპაუზალური სიმპტომები 70%-ს აქვს ქალებს, მაგრამ უფრო მოწყვლადია ეს ჯგუფი ქალების, რადგან ეს ის პერიოდია, კი, ერთის მხრივ ჩვენ დადებითი ვთქვით, რომ უკვე ასაკში უკვე გამოცდილება მეტი გაქვს, ცოდნა მეტი გაქვს ცხოვრებისეული და თავისუფალი დროც მეტი გაქვს შენთვის. ხარ, კი, უფრო ჭკვიანი ხარ. ვთქვათ ესე მგონია ჩემ თავს ვაქებ. აქეთ თქვენი თავი. და ეს არის დადებითი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს რა პერიოდია, როდესაც მაგალითად შვილები გაიზარდნენ, უკვე თავის ოჯახები ყავთ.
თუ არ ყავთ ოჯახი, ცალკე უნდათ, ხო? თავის ცხოვრება აქვთ. მაგ პერიოდში რაღაცა უფრო ფრთებს გავშლი და წავა ვიმოგზაურებ მეტი დრო ადამიანს გააჩნია, პიროვნებას გააჩნია. ძალიან ბევრ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული. ჯერ ხო ეს ოჯახის მომენტი, რომ აი ვთქვათ, ცალკე არიან ისინი. თითქოს ფუნქციას კარგავს ზოგი ხალი. თითქოს ფუნქციას კარგავ. ამავე დროს არის ეს სამსახურის აი სამსახურებრივად ეგ მომენტიც ეს კიდე ცალკე თემაა, რომ საქართველოში ყველა არ არის შემდგარი, პროფესიულად. ყველა შეიძლება არ იყოს შემდგარი, მით უმეტეს ის თაობა, რომელიც როგორ ეძახიან, დაკარგული თაობა, თუ რა ვიცი, აი ჩემი თაობა, ეს თაობა, რომელმაც გადაიტანეს ეს 90-იანი წლები და ეს ის პერიოდია, როცა უნდა განვითარდე ადამიანი და ამ დროს სხვა რაღაცა ცითი იყავი დაკავებული, ხო, ესე მოხდა. შეიძლება არ იყო რეალიზებული აქ ოჯახის ისინი აქ მარტოობას გრძნობ, რომ აი არავის არ ვჭირდები, იქ სამსახურს ვერ პოულობ, იმიტომ რომ უკვე ამ ასაკში აღარ უნდა, თუნდაც უფრო ახალგაზრდები, ხო? და აი ეს ყველაფერი, ხო, და კიდე მთავარი დამოვიწყდა, რომ თქვათ, ხო, აი ესეთი ისა, რომ აი თქვათ ადრე უფრო ლამაზი ვიყავი. ეხლა აღარა ვარ ისეთი ლამაზი. ადრე თუ ყურადღებას მაქცევდნენ, აი სადმე მივიდოდი ან ქუჩაში მივდიოდი და ესე აი ვგრძნობდი როგორ ვანათებდი, ხო, მაგალითად, ხო, აი როგორ მიყურებდნენ რაღაცი. ეხლა უკვე აღარავინ არ მიყურებს. აი რაღაცა ის არის. იგივე პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება გაფუჭდეს, გაუარესდეს, იმიტომ რომ მამაკაცებსაც თავის პრობლემები აქვთ ამ ასაკში, ხო? ეს კიდე ცალკე თემაა და ძალიან საინტერესო თემაა. მამაკაცებსაც მსგავსი ცვლილებები, მამაკაცების მსგავს ცვლილებებს განიცდიან როგორც ქალები ამ ასაკში. და ეს ყველაფერი ერთად იძლევა აი ამ სტრესს, ანუ სტრესს ვერ მართავს ქალი, ხო, ამ პერიოდში და ამაში ეხმარება მას ეს მენოპაუზა. მოკლედ, როგორც მე ვხვდები, რაღაცა საკუთარ თავში არის ძალა მოსაძებნი, რომ კონტროლი აიღო. მაინც თუ ამდენი გარემოება შენ ხელს გიშლის, როგორც ქალს ამ ასაკში, რომ გააგრძელო ცხოვრება ისე როგორც უნდა გააგრძელო, უფრო მეტიც. ახალი ეტაპი დაიწყო შენი ცხოვრების და ამისი მაგალითი არაერთმა ქალმა უკვე მოგცა და მე გისურვებთ სწორედ აი ამ შემართებას, რომ ყველაფერი კი არ დასრულდა. არამედ იწყება ახლა. მოდით სამედიცინო ფაქტორებს კიდევ შევეხოთ და მოდი ვახსენოთ, აი რა ასაკში და რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს გოგონამ, ქალბატონმა, იმისათვის რომ შემზადებული დახვდეს პერიმენოპაუზას და მენოპაუზას. იცით რა არის? ეხლა პერიმენოპაუზას შემზადებული შევხვდეთ, თქვენ ისე ახსენეთ, რომ თითქოს ეს პერიმენოპაუზა რაღაცა ბომბია, რომელიც უნდა ჩამოვარდეს და უნდა აი რაღაცა არა, მე მგონი ყველა პერიოდს აბსოლუტურად დავიწყოთ აი ბავშვობის პერიოდი, ხო, როცა უახლოვდები სქესობრივ მომწიფებას, ხო? მაგალითად 12-14 წლის ასაკში სქესობრივი მომწიფება არის და პირველი მენსტრუაცია, ხო, ესეა. აი იმასაც შემზადებული უნდა შეხვდეს ბავშვი, ამ შემთხვევაში დედა სრუნავს ამაზე. შემდეგ უკვე რეპროდუქციულ ასაკშიც უკვე უნდა იყოს შემზადებული იმისთვის, რომ აი ეს შვილოსნობის ფუნქცია, ეს მენსტრუაცია, ეს ყველაფერი რეპროდუქციული ფუნქცია როგორ მუშაობს და შემდგომ უბრალოდ მე ვთვლი, რომ ქალს უნდა ქონდეს მეტი ინფორმაცია აი მის შესახებ, რომ ეს ყველა პერიოდი აი რეპროდუქციული სრულდება და იწყება მენოპაუზა, ანუ პერიოდი, როდესაც უკვე არ შეგიძლია ორსულობა, მარტივად რო ვთქვათ. და თქვათ დაბერება 25 წლის ასაკიდან მიდის, ხო, როგორც ამას ვერ ვეგუები. ეს არის ჩემთვის გაუაზრებელი ინფორმაცია, რომ დაბერება იწყება 25 წლის ასაკიდან. თუმცა მსმენია, რომ ხო ხანდაზმულ მშობიაროებად ითვლებიან 25-ის ზევით, ვინც მშობიარობს. არა, ხანდაზმულს უკვე დღეს აღარ უწერენ. არა. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ახლა ხანდაზმული მშობიარე, მე რამდენადაც ვიცი, ეს არ იწერება.
და მაინც არ იწყება დაბერება 25 წლის ასაკიდან. მე უარს ვამბობ. არა, მე ამას როგორ ვამბობ, იცით, მე ვამბობ სუფთა სამედიცინო ბიოლოგიური თვალსაზრისით. თორე, ეხლა, როდესაც ეხლა რაც შეეხება შემზადებას და ასე შემდეგ. ხო, აი მართლა მე ვარ 35 წლის ქალბატონ მანინა და მართლა მინდა რომ როდესაც თქვა 10 წლის მერე თუ როცა იქნება და თქვა გადავალ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ვიყო ინფორმირებული, ვიყო მომზადებული და მეტნაკლებად ვიცოდე რა მელის. ბევრს ვკითხულობ ამაზე, მაგრამ ალბათ მაინც ექიმმა უნდა მირჩიოს, რო გავხდები 40 წლის, აი რა შეიძლება ხშირად ვთქვამთ, რომ ჰორმონები შეიმოწმე. აი აქალი გეუბნება, მეზობელი გეუბნება. შენ რაღაც მე მგონი ჰორმონები უნდა შეიმოწმო, იმიტომ რომ რაღაცა ეგეთი სიმპტომატიკა. აი ჰორმონებზე გეტყვით კი. რა ჰორმონები უნდა შეიმოწმო? ესე იგი პირველი და მთავარი აი რჩევად მივიღოთ გნებავთ ჩემგან როგორც ექიმისგან და ამავე დროს ჩემი პირადი გამოცდილებიდან ის რომ მთავარი არის ქალმა ნებისმიერ მამაკაცმაც ალბათ მაგრამ ამ შემთხვევაში ქალებზე ვსაუბრობ რომ ქალმა თავისი ასაკი მიიღოს ისეთი როგორიც არის რას ვიზამ? სხვათა შორის მეც მქონდა ეს, როგორ გითხრათ, ესეთი მცდელობები, შებრძოლებები, რომ გრძნობდი უკვე ის ასაკი არაა და მინდა რომ მოვატყუო ჩემი თავი. პირველ რიგში საკუთარ თავს ვიტყუე, ხო? მაგრამ მივხვდი რომ ეს პირიქით ეს უფრო მეტი ფსიქოლოგიური სტრესის მომცემია. შენ უნდა მიიღო შენი თავი იმ ასაკის, როგორიც ხარ. და ნებისმიერ ასაკში ეძებო ის პოზიტიური, რაც შეიძლება იპოვო და ყველა ასაკში არის ეს პოზიტიური, ჩვენ ვახსენეთ უკვე ორჯერ ამ პოზიტივის, ძალიან დიდი პოზიტივის შესახებ, რომელიც გაქვს შენ 40 წლის შემდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჰორმონებს, ეხლა როდესაც ამბობენ, რომ აი ჰორმონები შეიმოწმე, კორტიზოლი, ისა, ესე არ არის. აქ თავარი არის, რომ უბრალოდ ქალმა ნებისმიერ ასაკში განსაკუთრებით აი როდესაც 40 წლის მერე როცა უახლოვდება პერიმენოპაუზა და მენოპაუზას რეგულარულად იტაროს სკრინინგული კვლევები. ანუ რეგულარულად ნიშნავს რომ წელიწადში ერთხელ მივიდეს ექიმთან. იქნება ეს ოჯახის ექიმი და ასევე ექიმი გინეკოლოგი. დანარჩენი უკვე საჭიროებისამებრ. აი ციკლის თვალსაზრისით მაინტერესებს, როდის შეიძლება უკვე ვიფიქრო, რომ მივდივარ მენოპაუზისკენ. აი როგორი ჩაგდებებით, თუ აი მატება, კლება, დღეების შემცირება, თუ რა არის ის, რითიც ჩვენი ორგანიზმი გვამზადებს. აი ეს გარდამავალ პერიოდში, როგორ უნდა იგრძნო, რომ ახლოს ხარ მენოპაუზასთან. ერთი ვიტყვი რომ შეიძლება საერთოდ ვერ იგრძნო. უცებ მენსტრუაცია ხო მოვიდა, მეტი აღარ ყოფილა და დამთავრდა. ბევრი ქალი ყვება ესეთ ამბავს, მაგრამ უმეტესად ხო? ხდება ისე რომ იწყება მენსტრუაცია, ჯერთი რომ ასაკთან ერთად მენსტრუალური გამონადენი ნელ-ნელა მცირდება და ეს არის ნორმალური. და როცა მენოპაუზას უახლოვდები, მაშინ ის კიდევ უფრო მცირდება. შეიძლება ადგილი ჰქონდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, მაგალითად გადაცდენებს, დღეები, თვეები, ახლა 2-3 დღეს არ ვთვლით გადაცდენას, მაგრამ თუ არის 1 თვე, 2 თვე, ეს უკვე არის გადაცდენა. და ასევე შეიძლება იყოს პირიქით ხშირი მენსტრუაციები. ანუ ყველანაირი მენსტრუაციის ყველანაირი დარღვევა შეიძლება ჰქონდეს ადგილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დარღვევა მაქვს, გადაცდენები მაქვს, 40 წლის ზემოთ ვარ, ესე იგი ეს მენოპაუზის ბრალია და ანუ დაუსვი დიაგნოზი ჩემ თავს. რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ ის იყოს გამოწვეული რაიმე ორგანული პათოლოგიით, ხო? ანუ რაღაცა დაავადებით. უბრალოდ ის დაემთხვა მენოპაუზის მოახლოებას, ან პირიქით მენოპაუზის მოახლოება მის უფრო გაამწვავა. ამიტომ აქ მთავარი არის ის, რომ თუ რაღაცა ისე არ მიდის, თქვა, ან მენსტრუაცია აირია, ან რაღაცა უცნაური რამე მოხდა, რაც ადრე არ ხდებოდა, იმისთვის რომ გაიგო ეს ფიზიოლოგიური თავისებურება, ანუ ეს ფიზიოლოგიური ან ნორმალური ასე უნდა იყოს, თუ არა პირიქით ეს პრობლემა და პათოლოგია არასწორია და უნდა ვუმკურნალოთ, ამისთვის საჭიროა რომ მიმართო ექიმს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მენოპაუზა? რა ჯანმრთელობის მდგომარეობებმა?
ნაადრევი მენოპაუზა ძალიან ბევრი ფაქტორით შეიძლება. ახლა ყველაზე ძირითადი მაინც არის კი გენეტიკური, არის ესეთი მომენტი, როდესაც ამბობენ რომ თქვათ დედას, ბებიას ადრე დაიწყო ეს მენოპაუზა, მაგალითად 38-40 წლის ასაკში და მეც, ეს გენეტიკურად არის ესე განპირობებული. ისევე როგორც ყველა დაავადება, ყველა მდგომარეობა შესაძლოა იყოს გენეტიკური განწყობა. შეიძლება იყოს კი ბატონო, რომ დედას ჰქონდა 40 წლის ასაკში, მაგრამ შვილს 55 წლის ასაკში დაეწყო. ესეც არ არის გამორიცხული. ეს ერთი გენეტიკური განწყობა. მეორე შეიძლება იყოს მაგალითად მავნე ჩვევები, ხო? ეს არის სიგარეტი, ეს არის ნიკოტინი, ანუ ალკოჰოლი, არის არასრულფასოვანი კვება, ანუ მთელი ცხოვრება დიეტაზე ცუდი გაგებით, დიეტა სინამდვილეში სწორკვებას ნიშნავს, მაგრამ დღეს უკვე ისეთი ის მიიღო აზრი, რომ არის ფიქნებური დიეტები, შიმშილობები, რაღაც ერთ პროდუქტზე ყოფნა და ეს წლობით რო გრძელდება და სხვათა შორის არის ეს დაკვირვება, ჯერჯერობით ეს კვლევები არ ჩატარებულა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ძალიან სწრაფად შეუმცირდათ კვერცხუჟადების მარაგი. ქალებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, ახლა თითქმის მე მგონი 100%-მა გადაიტანა, ხო, ქალებმა, კაცებმა ეს კოვიდის ისა, მაგრამ არის ეს შემჩნეული, ძალიან ბევრი პაციენტი აღნიშნავს. მე კოვიდის შემდეგ სათვალე დამჭირდა და აი მაგ ფაქტს ალბათ დრომიჩვენებს. იცით რა არის, ეს კვლევის საკითხია ჩემი აზრით, რთული სათქმელია. ჩვენ ხო არ ვიცით ეს დაემთხვა, იქნებ ესეც იქნებოდა რომ არა კოვიდი, მაგრამ რადგან კოვიდი იყო და მერე შემცირდა მენსტრუაცია, დავაბრალე კოვიდს, იქნებ მაინც უნდა ყოფილიყო ნაადრევი. და კიდევ არსებობს ეს ფიზიოლოგიურად ნაადრევი, ხო, ჩვენ ვისაუბრეთ და არის კიდევ ესეთი ქირურგიული ჩარევის შედეგად ნაადრევი მენოპაუზა, იმიტომ რომ მაგალითად მოხდა საკვერცხების ამოკვეთა. ან მაგალითად მოხდა ერთი საკვერცხის ამოკვეთა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, რომ ცოტა უფრო ადრე დადგეს მენოპაუზა, რადგან ერთი საკვერცხია ორის მაგივრად. დიახ, მინდა კითხოთ კიდევ ერთ სტიგმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და რომელიც მსმენია ბევრი ქალისგან, რომ როდესაც დგება მენოპაუზა, როდესაც ქალებს აღარ აქვს ციკლი, გონიათ რომ სქესობრივი ცხოვრებაც უნდა შეწყვიტონ ამ დროს და ძალიან ხშირად არის პარტნიორებთან ესეთი გაფუჭებული ურთიერთობა. მოდით ვისაუბროთ იმ სიმპტომატიკაზე, რომელსაც ქვია ლიბიდოს დაქვეითება და აი ეს პრობლემებიც განვიხილოთ მოკლედ. დიახ, ლიბიდოს დაქვეითება, ეს არის ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესი ქალებში, ისევე როგორც მამაკაცებს ეწყებათ ერექციის პრობლემები 40 წლის შემდეგ და ყოველთვის როცა ვსაუბრობ, მინდა რომ მსმენელმა სწორად გაიგოს, რომ როცა ვამბობ, რომ ერექციის პრობლემები ეწყება მამაკაცებს 40 წლის შემდეგ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მამაკაცს და მაინც 40 და მაინც 40-დან და არა 45-დან ან 60-დან ან 38-დან. ისევე ქალებზე ვამბობ, რომ უმეტეს შემთხვევაში ვამბობ, რომ ლიბიდოს დაქვეითება არის და რასაკვირველია, ეს ფიზიოლოგიურია ერთის მხრივ, დაკავშირებულია ესტროგენების ნაკლებობასთან, შედარებით ნაკლებია ლიბიდო, მაგრამ ამასთანავე არის ის, რომ ალბათ ბევრ შეხვედრი ხართ ესეთ ქალს, რომელიც ამბობს, რომ რა დროს ჩემი, ვთქვათ, რა დროს ჩემი სექსია, რა დროს ჩემი სექსია, ანუ უკვე რაღაცა სირცხვილია თუ რაღაც ამაზე ხო, ამ დროსიდან მოდის. ხო, ამავე დროს ხელს არ უწყობს, ესე ვთქვათ, ორგანიზმიც, იმიტომ რომ ლიბიდო ქვეითდება და მოდით ვთქვათ ესე, კი, ლიბიდოს განსაზღვრავს ჰორმონები საკმაოდ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. ზოგადად სქესობრივ ცხოვრებაში, ხო, ეს ფსიქოლოგებმაც კარგად იციან, თუ სექსოლოგებმაც, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორი არის წამყვანი.
ამიტომ ჩვენ თუ დავაჯერებთ ჩვენ თავს, რომ ეს ჩემთვის არ შეიძლება და უნდა გადავდო, რასაკვირველია ორგანიზმიც ისე მოიქცევა. და კიდევ რაც უფრო იშვიათად, როგორ ვთქვათ, რაც უფრო იშვიათად ექნება სქესობრივი კონტაქტი, მით უფრო იშვიათად მოუნდება. აი ესე, მით უფრო ეს, ანუ ორგანიზმი მით უფრო დაქვეითდება სურვილი. მით უფრო პრობლემები, ანუ მით უფრო საშო სიმშრალე, მით უფრო ატროფია წავა უფრო სწრაფად, იმიტომ რომ ორგანიზმი ფიქრობს, რომ აჰა, ესე იგი სქესობრივი კონტაქტი იშვიათია, ესე იგი არ არის საჭირო და მოდი იქ საშოში ისეთ ცვლილებ ესე უტრირებულად ვამბობ ახლა, მაგრამ დაახლოებით ეს პროცესია. ამიტომ თითქოს იცით რა არის, აი ამ სქესობრივ კავშირს რაღაცაერად უკავშირებენ რეპროდუქციულ ფუნქციას მხოლოდ სამწუხაროდ და ბავშვის გაჩენის გამრავლების ფუნქცია. ბავშვის გაჩენის ფუნქცია დასრულებულია, თითქოს სქესობრივი კავშირიც უნდა დასრულდეს. ეს ძალიან ღრმად არის ჩვენს მენტალიტეტში. ხო, მაგრამ მე ახლა ჩემი აზრით ეს არის ძალიან ინდივიდუალური. თავარი აქ არის, თავარი რა არის, რომ ქალი თავს გრძნობდეს კომფორტულად. სექსით ან სექსის გარეშე, ვთქვათ ეს. ხო, ზუსტად, როგორც მას სურს. რასაკვირველია, ეს უნდა იყოს მისთვის კომფორტული. კი, შეიძლება სქესობრივი კონტაქტები ვერ იყოს ისეთი ხშირი, როგორც ვთქვათ 20 წლის ასაკში, ხო? შეიძლება 20 წლის ასაკში იყოს ყოველდღე და 40 წლის ასაკში იყოს კვირაში ორჯერ, 50 წლის ასაკში კვირაში ერთხელ. მაგრამ პროფესიონალები გვირჩევა, რომ თავარია რეგულარული იყოს. რეგულარული იყოს, რასაკვირველია, თვეში რამდენჯერმე მაინც იყოს, კვირაში ერთხელ მაინც იყოს. ახლა ეს ესეთი რეცეპტი კი არა, მაგრამ ესე უკეთესია თუ იქნება, მაგრამ თუ საერთოდ არ ექნება და თავს მაინც ბედნიერად გრძნობს, ამაშია საქმე. როგორც მას სურს, ისე უნდა იცხოვროს. ბოლოს, ჩვენი საუბრის ბოლოს, მინდა რომ გარკვეული რეკომენდაციები მივცეთ, აი ძალიან მოკლედ, ის პუნქტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მენოპაუზაში მყოფი ქალისთვის, რომ შეასრულოს, იმისათვის, რომ მისი ცხოვრება იყოს ხარისხიანი და დაარქვას ამას თავისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი. აი მოკლედ ჩამოთვალოთ ეს რეკომენდაცია. აი ძირითადი რეკომენდაციები, ის რაც ჩვენ უკვე ვთქვით, ერთი პუნქტი, ეს არის სწორი დაბალანსებული კვება. და ეს გულისხმობს ცილებს უფრო მეტად, ბოსტრენულს ანუ უჯრედისი, ნაკლები ტკბილი, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები ყავა. მეორე, ეს არის ფიზიკური აქტივობა. ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური აქტივობა შეიძლება იყოს თქვათ სირბილი, სიარული და სხვათა შორის ძალოვანი ვარჯიშები. ძალოვანი ვარჯიშები ძალიან სასარგებლოა. რატომ? იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად მენოპაუზაში განსაკუთრებით ქალებს, სხვათა შორის კაცებშიც, კუნთის მასა იკლებს სხვადასხვა მიზეზების გამო და კუნთი რა არის? კუნთი ეს არის, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც კალორიების ხუმელი. იქ იწვის ჩვენი კალორიები და კუნთები თუ ცოტა, ამ შემთხვევაში კალორიები რჩება თავისუფალი. ანუ უფრო ადვილად ვიმატებთ წონაში, ხო? ამიტომ ძალოვანი ვარჯიშები და ფიზიკური აქტივობა, ახლა თუ არ არის იმის საშუალება ძალოვანი ვარჯიშების, ყოველ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა, უბრალოდ სიარული მაინც იყოს დღეში მინიმუმ 3 კილომეტრი. ეს ძალიან ცოტაა, 5 კილომეტრი მაინც უნდა იყოს. სახსრების და ძვლების სიმყიფე რომ არ დადგეს, ესეც ხო ძალიან დიდი პრობლემაა მენოპაუზაში. აი ამიტომ საჭიროა ექიმის, ოჯახის ექიმთან ყოველწლიურად ვიზიტი და ამისთვის კეთდება სპეციალური კვლევები, მაგრამ ამაზე ვიტყვი ექიმთან ვიზიტზე. გადავხდით სხვა პუნქტზე, მაგრამ არა უშავს. ანუ სპეციალური კვლევები, როცა იკვლევენ სიმყიფეს, ძვლის სიმყიფეს და იქიდან გამომდინარე დროულად უნიშნავენ მკურნალობას ის, რაც მას სჭირდება. შემდეგ, ესე იგი პირველი ვთქვით კვება, ფიზიკური აქტივობა, მესამე ეს არის ძილი. ხო, მარტივი რაღაცებია ვითომ, მაგრამ იცით არ არის ადვილი შესასრულებელი. როგორ მიყვარს ძილი? მთავარია რომ მქონდეს ამის საშუალება, მაცადონ, მეცალოს და დროულად შევიდა ჩემს საძინებელში. მაგრამ ძილი, ზედმეტი ძილიც არ ვარ, არაფერი არ ვარ, არც კარგი, არც ბევრი. ჩემთვის 9 საათია. თქვენთვის იდეალური ძილის
ჩემთვისაც 9-10 დაახლოებით, ხო. ანუ დღეს რა არის ძილი? ძილი შეიძლება ბევრი იძინო, მაგრამ დღისით იძინო და ღამით არ იძინო. ეს არ არის ძილი. ძილის რეჟიმი ეს არის, დაიძინე დღეს და გაიღვიძე ხვალ. ხო, თეორიაში ვარ ძალიან მაგარი. დიახ. კი. მეოთხე, ეს არის რა? სტრესის მართვა. ხო, სტრესის მართვა, ეხლა რაც უფრო ასაკი გვემატება, მით უფრო ბევრი ცუდი რაღაცები გვესმის. სულ ფიქრობ,ნე და ბავშვობაშიც მესმოდა, საერთოდ არ ვიცოდი ცუდი რა. რა კარგი იყო უდარდელობა. ხო, ალბათ მე მგონი ცუდი რაღაცები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ რაღაცა ასაკში უფრო სხვანაირ გზნობიარეთ განიცდი თუ გროვდება ეს ყველაფერი. უფრო ბევრ ადამიანზე განიცდი. კი, მაგრამ სიბრძნე ზუსტად სწორედ იმიტომ გეძლევა, რომ აი შეძლო სწორი გაანალიზება. სტრესის მართვა, ეხლა ძალიან ბევრი უნდა ისაუბრო, ხო, ეს რამხელა თემა. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ვერ ახერხებ სტრესის მართვას, მაშინ უნდა მიმართო სპეციალისტს. დავიხმაროთ სპეციალისტს. ანუ რას უნდა ვეცადოთ? მე ჩემ მაგალითზე გეტყვით. მე ვცდილობ, რომ ვიყო სულ პოზიტიურად. აი, ცოტა ისე შეიძლება ეგოისტურად გამომივიდეს, მაგრამ იმ ადამიანებთან, რომელთანაც მე ძალიან კარგი ადამიანია კი, მაგრამ ძალიან კარგი მეგობარია ვთქვათ, მაგრამ ვერ ვგზნობ თავს, მასთან კარგ ხასიათზე ვერ ვარ. რაღაცა დეპრესიაში მივდივარ, ხო? ვცდილობ, რომ ტოქსიკური და ნეგატიური ადამიანების გარემოცვას უნდა მოვერიდოთ ალბათ. ხო, მე ვერიდები. კი, არის ესეთი აზრი, რომ არ უნდა მოერიდო და შენ უნდა მართო და შეებრძოლო. მე არ შემიძლია, ხო. ისედაც ბევრი სტრესი მაქვს, ეხლა წარმოიდგინეთ, რომ რამდენ პაციენტთან მუშაობს ექიმი, რამდენაირი ადამიანი შემოდის, ხო? და კი, ერთის მხრივ სტრესია, მეორეს მხრივ ეს мотиваციასაც მაძლევს, როცა იმ მადლიერ პაციენტს ხედავ, ამიტომ ეს მყოფნის შემდეგი პუნქტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სხვათა შორის, როდესაც გააკეთეს კვლევა, იყო ესეთი კვლევა, რა არის დღეგრძელობის, დღეგრძელობის, ხო, დიდი ხნის სიცოცხლის, აი 100 წელი და ზემოთ იმის საიდუმლო. და შეადარეს სხვადასხვა ქვეყნებში ეს 100 წლის ზემოთ მოხუცები, რატომ იცოცხლეს ამდენი ხანი, რას ჭამენ, თქვათ, რას ვამენ, როგორი რეჟიმი აქვთ, რამდენი ძინავთ, ვერაფერი ვერ იპოვეს საერთო. და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაც მათ ჰქონდათ საერთო, ეს იყო სოციალიზაცია. ანუ ურთიერთობები ოჯახთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, ეხლა 100 წლის ადამიანს ჩემი მამამთილი 94 წლისაა, მისი ტოლა უკვე არავინ არ არის და ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც მას აქვს, ეს არის სოციალიზაცია. ჩვენთან კი აქვს ოჯახში სოციალიზაცია, მაგრამ მეგობრები ენატრება. აი ეს მომენტი ძალიან რთულია მოხუცებში, მაგრამ თუ მას ყავს ოჯახი, ახლობლები, ოჯახში ცხოვრობს და არა ცალკე, ვთქვათ, ამ შემთხვევაში მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. უკეთ მნიშვნელოვანია ურთიერთობები, გადით გარეთ, ნახეთ მეგობრები, გაიჩინეთ რაღაცა საქმე, ჰობი, აიკითხეთ რამე ახალი, რამისი ფილმები ნახეთ, და თვითგანვითარება. შემდეგი მოდის თვითგანვითარება, ხო? ჩვენ ხო სულ საუბრობთ, რომ აი როგორ გავიკეთო მაკიაჟი, როგორ გავიკეთო ეს რა კრემი ჯობია, რომელი კოსმეტიკური პროცედურა, ეს ჰიგიენა და ასე შემდეგ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ტვინის ჰიგიენა, ხო? ჩვენი ანუ ჰიგიენა ესე ვამბობ, მაგრამ თვითგანვითარება. ანუ განვითარება ჭირდება და ვარჯიში არა მხოლოდ კუნთებს, არანაკლებ ჭირდება ტვინს. კი ბატონო. ტვინი წარმართავს ყველაფერს, აბსოლუტურად. აი ერთ მომენტში თქვით, რომ ის რაღაცა საიდან, ანუ ეს რეპროდუქციული, ხო, აი როგორ ხდება, რატომ ხდება მომწიფება, ხო, კითხვა დავსვათ, რატო? საიდან მოდის ეს მომწიფება? ნუ მომწიფდა სქესობრივი დაიწყო menstruatsiya, საკვერცხლები ამუშა, საიდან მოდის ეს ყველაფერი? ტვინიდან მოდის. ტვინი უკვე მზად არის ამისთვის. ტვინის ქსოვილი მომწიფდა, ტვინის ქსოვილმა მისცა სიგნალი, ბრძანება, რომ შენ უნდა განვითარდე, შენ ეს უნდა გააკეთო. ანუ ყველაფერი მოდის ეს ტვინიდან. გავაგრძელოთ, ჩამონათვალე. თვითგანვითარება ნიშნავს იმას, რომ სწავლა, სიკვდილამდე სწავლაო, რომ იტყვიან, აი ეს არის. სიკვდილამდე შენია.
ხო, აი ეს არის ძირითადი და კიდევ ერთი მომენტი რო არ დაგვავიწყდეს, რაც ვახსენე, ექიმთან რეგულარული ვიზიტი. აი რამდენი პუნქტია ეს? 7 პუნქტია. თუ ამ 7 პუნქტს შევასრულებთ, მაშინ გვექნება კარგი ცხოვრების ხარისხი და ესე ტკბილად დავბერდებით. დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ კარგი რეკომენდაციები მივიღეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებელი ქალბატონები და არა მხოლოდ ქალბატონები დღეიდან უფრო შეიარაღებულები არიან ინფორმაციით, როგორ შეხვდნენ მენოპაუზას და როგორ აქციონის თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებად. დიდ მადლობას გადაგიხდით, რომ მიყავით ჩემი პირველი პოდკასტის სტუმარი და იმედი მაქვს და ვიცი, რომ ფეხბედნიერი იქნება. თქვენ კი დაელოდეთ მორიგ ეპიზოდს ზუსტად ერთ კვირაში. გამოგვიწერეთ, დაგვიტოვეთ თქვენი გამოხმაურებები, მე დროებით გემშვიდობებით.